დარბი ხარ და ეხვეწები რომ მოდით მომეხმარეთ ავალაგოთ არ დავტოვოთ აქ საყოველთაოდ. შემხვდა ძალიან კარგი დამრიგებელი, რომელთანაც შევთანხმდით, რომ რას გადიან ბავშვები ამ ბოტანიკაში რა გავხდნენ, ქართულში რა გავხდნენ, მითხარით რაღაცა, რას მოვეჭიდოთ. და გადიოდნენ იგავარაკებს უხარ საბასას და აბსოლუტურად შევცვალეთ ყველაფერი, ავაწყვით ტური საავტორო გავაკეთეთ ამ კლასისთვის კონკრეტულად. ბავშვებს დავურიგეთ იგავარაკები, ხარით რომ თითო რაღაცა ისწავლეთ. და წავიყვანეთ ტანძიაში. ცხადია, მათი ხულუდის ციხეც ნახეს, პიტარეთშიც ვიყავით, მაგრამ ტანძიაში ამ მუზეუმის ხალხი დაყვდა, აღფრთოვანებული ძალიან წირი მუზეუმია, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ. და ეს იყო რაღაც საოცარი სპექტაკლი, ხალხო, იმიტომ რომ ისეთი სიამოვნება მიიღეს მეც და ამ ბავშვებმაც. ყვებოდნენ ამ იგავარაკებს, ეს მუზეუმის ხალხი ჩაერთო ამაში, არნახობდნენ რაღაცებს, აჩვენებდნენ, გაგვიღეს საწავი, რომელიც დახურულია და ანუ მარტო საგამოფენო დარბაზით უნდა დაგმაყოფილდე და იქიდან გამოიტანეს რაღაცები აჩვენეს. ანუ ბავშვებმა გაატარეს მშვენიერი დრო, შეიძინეს რაღაც გამოცდილება ურთიერთობის კიდევ. არ დარჩათ დრო უაზრო ცირვილისთვის და ამ დროს იყო ყველა საოცრად მაყოფილი, იმიტომ რომ ვისაც სურვილი ჰქონდა ისწავლა და გამოიჩინა თავი, გამოჩნდა. იქ მიიღო რაღაცა შექება, რაღაცა წახალისება, მშობელი იყო მაყოფილი და ბედნიერი იმითი, რომ თქვათ არ ყავდა ამდენი ბავშვი სადენერი და სამწყევსა. ანუ ამას ჰქონდა მართლა კულტურული ღონისძიების სახე და არა გავიჭერით ველად. ასე რომ შეგიძლიათ სკოლასთან თუ გიწევთ მუშაობა, ძირითადად ჩვენ გვიწევს ხოლმე საავტორო სკოლებთან მუშაობა. ამათ აი ბავშვებისთვისაც კი მოარგოთ ესეთი საავტორო ტური. თავარია გაითვალისწინოთ რა დოზით უნდა ჩართოთ თქვენი სტუმრები საავტორო ტურის მონაწილეობაში. რა ვქნათ, როდესაც ჩვენი სტუმარი არ არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან, ანუ ვისთანაც არ გვაქვს ცუდი თუ კარგი საერთო წარსული და ვისაც ეს ჩვენი კინომსახიობები, კინორეჟისორები, შემსრულებლები, თქვათ, არაფერს არ აძლევს, ხო, მათი ყური, მათთვის ეს არის გაურკვეველი ხალხი აბსოლუტურად. ასეთ შემთხვევაში დაგეხმარებათ იგივე ეთნოგრაფიული თემატიკა, უკვე დავუშვით ის, რომ თქვენ სწავლობთ წინასწარ ამ ადამიანებს, იცით მათი ქვეყნის თუნდაც ელემენტარული ლეგენდები, ელემენტარული ეთნიკური მახასიათებლები და შეგიძლიათ შესთავაზოთ ცოტა სხვანაირი ტური, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ესეთი ტურები არ უნდა იყოს ერთი ადამიანების გარშემო თემატურად აღებული, იმიტომ რომ ჩვენი ქართული სახელგვარები აბსოლუტურ კოშმარს იწვევს ამ ხალხში, ძალიან დამღლელია და დაუმახსოვრებელია მათთვის, მაგრამ აქ უკვე შეგიძლიათ აიღოთ რაღაცა ისტორიული მოვლენა. თქვათ, ყველაზე ახლოს რა გვაქვს, დიდგორის ბრძოლა აიღეთ, გაარკვიეთ ის ქვეყანა როგორ იყო, მთელი ევროპა ჯვაროსნული ომებით იყო ჩართული აბსოლუტურად. ანუ არ დარჩა ქვეყანა ევროპაში, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა, ვინ ყავდათ მათ იმ პერიოდში მეფე, ვინ იყვნენ მხედართმთავრები, რა როლს თამაშობდნენ. ანუ ყოველთვის ეცადეთ, რომ დააკავშიროთ, მაშინ მათთვის ეს ხდება საინტერესო და ხდება არა მარტო მოსმენა, არამედ ხდება ჩართვა ამ სტუმრების თქვენს ტურში. ისინი ხდებიან მსახიობები თქვენი თეატრის. ქალბატონო ნატალია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხო, ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ მიკროფონები გამორთოთ რა. მე ისე მაჩვენებს, რომ თითქმის ყველას ისა გამორთულია. არა, აქ არის სამი ადამიანი, ვისაც არ აქვს მიკროფონი გამორთული და ძალიან გთხოვთ, გამორთეთ რა. ანუ გავნაგვდეთ როცა ქალბატონ ნატალიას უსმენთ მიკროფონი არის გამორთული, როცა ქალბატონ ნატალიას უკვე რაღაც კითხვას უსვამთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვთავთ მიკროფონს. ძალიან გთხოვთ ხალხო, ხედავთ დრო შეზღუდულია, ზუმა წეღან გამოვყარა და დავბრუნდით ისევ და მივცეთ ქალბატონ ნატალიას იმის საშუალება, რომ ნორმალურად მოგვაწოდოს ინფორმაცია.
დიდი მადლობა. რო განაგრძოთ ქალბატონო ნატალია. ასე რომ თუ თქვენ მიაღწევთ იმას, რომ საავტორო ტურში თქვენი სტუმარი იქნება არა უბრალოდ დამსწრე და მსმენელი ან მაყურებელი, არამედ ის იქნება პლუს კიდევ ჩართული თავისი ასოციაციები. თქვენი მიზანი არის მას გაუღვივოთ ასოციაციები. იმ თქვენი მოთხრობილი ისტორიიდან ამ ადამიანებს უნდა გაეღვიძოთ თავისი ასოციაციები. ეს იწყებს უკვე მათ ჩართულობას და მათთვის ეს არის არა უბრალოდ რომ მე წავედი მუზეუმი დავათვალიერე ან რაღაც გავიარე სადღაც რაღაც ვნახე მოვისმინე. არამედ ეს უკვე ხდება ემოციური ისტორია. ის ამ თქვენს მონათხრობს, ამ თქვენს ექსკურსიას იმახსოვრებს უკვე იმ ემოციებით, რა ემოციებითაც ჩაერთო, რა ემოციებითაც მიიღო მონაწილეობა და არა მარტო იმ ემოციებით, რომელიც თქვენს მიერ მოთხრობილმა ამბავმა ან ნაჩვენებმა შენობა იქნება თუ რარიტეტები იქნება, სადაც მიიყვანეთ ან სპექტაკლმა გამოიწვია. და თემები არის უამრავი, თემები არის ამოუწურავი, ჯერ მარტო თბილისშია იმდენი თემა, რომ მე არ ვიცი, საბჭოთა არქიტექტურა, ბერია და ბერიას დროინდელი, მარტო ცირკი არის 5 საათიანი თემა, მარტო ცირკის შენობა და მის გარშემო ისტორიები და გამოიყენეთ, გააკეთეთ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტს შევთავაზებთ, შეუძლებელია სამმა კაცმა გაინაწილოს და 7 კაცმა აკეთოს მარტო ესეთი ტურები. დღესდღეობით ვინ აკეთებს ქალბატონი თამარი თავის კვლევებს ანაწილებს არის კატя მინასიანი, ახოხავა და აი ეს რამოდენიმე გიდი დათო ხანძიძე და ნუცა და კიდე რამდენიმე გიდი ვინც მუშაობს კულტურ ჯეზე და აკეთებს ყოველ შაბათ-კვირას კულტურულ აი საავტორო ტურებს. დამერწმუნეთ რომ აი ეს რაც ჩემთვის ვთქვათ აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ჩვენ არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები. ვერაფრით ვერ ვიქნებით ერთმანეთის კონკურენტები, სულ რომ ერთი და იგივე ტექსტი დავიჭიროთ მე და ბატონო გალაქტიკურ გიორგაძე, გალაქტიკური მოყვება მას სულ სხვანაირად, სულ სხვა ინტონაციით, სულ სხვა ტემპში და გადმოცემის აბსოლუტურად მისეული უნიკალური უნარითა და საშუალებებით და მე აბსოლუტურად სხვანაირად. თუ ვთქვათ ოპერატორს ან მას ვინც ქმნის ამ ტურს მისი ნიჭიც მოყვება რომ ზუსტად მიხვდეს რომელ საავტორო ტურს რომელი დიდი მოუხდება ეს ფონტლაკ კიდევ უკეთესი ხო აი ზუსტად ის შემთხვევაა როდესაც სოლოლაკის ტურზე მე გავუშვი ჩემი სტუდენტი დღეს ერთ-ერთი კარგი წარმატებული დიდია ირინა იარალიშვილი ეს არის იარალოვები ყველას გაგიგიათ ალბათ ვინც თბილისის ტურებზე დადიხართ ფოლადის ჩამოსხმელი საამქროები კონდათ უზარმაზარი ყველას ეგონა რომ დავა საბუთებში რუსები იყვნენ თუ სომხები იყვნენ ქართველები იარალიშვილები ეს გოგონა არის აი ამ გვარის გამაგრძელებელი და თვითონაც ოჯახური ძალიან ბევრი საინტერესო ისტორიები აქვს და მისი მოყოლილი სოლოლაკი არის აბსოლუტურად სხვა იმიტომ რომ აკანკადებს აი ამ სოლოლაკზე მე ეგრე სოლოლაკს ვერ მოყვები. ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს, მაგრამ მაინც ხარ. აი ეს პატარა ჩემთვის შეუმჩნეველი ნუანსი, რაც დევს ირინაში, ხდის მას აბსოლუტურად უნიკალურ დიდად აი ამ ტურებისთვის. აი ეს არ დაივიწყოთ და ამიტომ გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის ახლობელია. ეს შეიძლება იყოს საავტორო ტური კონდიტერებზე. უნიკალურ მზარეულებზე შეიყვანოთ ბარბარესთან უყვეთ რაღაცეები წაიყვანოთ ვიღაცასთან ოჯახში და საოცარი მასტერკლასი გააკეთებინოთ არა ისე როგორც ჩვენთან რო კეთდება რომ თათარა უკვე მოდუღებულია და ნიგოზი უკვე აცმულია ფარში გატარებული და ცოლი მოსველი არა ნულიდან სულ საწყისი ეტაპიდან გააკეთებინოთ დამიჯერეთ გამოცდილებაში იხდის ადამიანი ფულს ახალ ემოციებში და ახალ გამოცდილებაში. ქუჩაში ის უთქვენოდაც გაისეირნებს და ფოტოს გადაუღებს შენობას, რომელიც უნდა ბოლო დაგუგლავს. გიდმა უნდა მიაწოდოს ის, რასაც ვერ წავიკითხავს ინტერნეტში.
უამრავი ტურისტი დღეს ჩამოდის არა მარტო ჩვენთან, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და გადის იოლად გიდის გარეშე. სწორედ იმიტომ, რომ ინფორმაცია გახდა ძალიან ხელმისაწვდომი, ძალიან მარტივად ასაღები, ძალიან საჯარო. ანუ გიდის ამოცანა არის უნიკალური გამოცდილების და ინფორმაციის ძალიან თავისებური უნიკალური ხერხით მიწოდება. და საავტორო ტურის გაძლევთ თქვენ საშუალებას ერთი ფაბულის გარშემო ააგოთ თქვენი ექსკურსია, თქვენი ტური და დაამახსოვრებინოთ ამ ადამიანებს მათ მიერ გატარებული და თქვენთან ერთად გატარებული დრო, როგორც უნიკალური გამოცდილება, ემოცია. ადამიანები თანხას ხარჯავენ და მოგზაურობენ ემოციების შესაძენად. ჩვენზე უამრავი ლამაზი ქვეყანა არსებობს, დავიჯერეთ, ვისაც კაბადოკია გინახავთ და მერწყულებით, რომ ძალიან მაგარი ვარცია, სასწაულია ვარცია, მაგრამ ისეთი მიწისქვეშა ქალაქებია, რომ მე ცოტა სურვილი გეკარგება, რომ თქვა, რომ მარტო შენ ხარ ეგეთი მაგარი და უნიკალური. ესეთი რამე ხანდახან გონია, რომ ემართება იმ ხალხს, ვინც თვითონ არ მოგზაურობს. როდესაც დაგვიბრუნდება ჩვენი ძველი ნორმალური ცხოვრების წესი, შეეცადეთ თქვენთვისაც გამოყოთ ხოლმე რაღაცა დრო და თუნდაც მეზობელ რესპუბლიკებში, მეზობელ ქვეყნებში მოგზაურეთ, რომ შედარების საშუალება გქონდეთ მეტი. აუცილებლად უნდა ნახო, რომ უკეთესად შეძლო შესთავაზო შენი. დაინახო სხვაობა, დაინახო მსგავსება. ადამიანს არ შეიძლება უთხრა, როდესაც იგივე საავტორო ტურს, როდესაც ჩვენ ვატარებთ, ხაზი პირველ რიგში უნდა გაუსვათ მსგავსებაზე. რა გვაქვს საერთო? საბოლოო ჯამში ოჯახში ერთი დედმამის შვილები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ხო? სხვაობა ყოველთვის არის, მაგრამ მათ აკავშირებთ არ არის სხვაობა, მათ აკავშირებთ მსგავსებები. და თქვენ თუ გინდათ, რომ თქვენი ტურისტი დარჩეს თქვენთან დაკავშირებული, დარჩეს ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული, იმ ემოციასთან დაკავშირებული, რაც ჩვენ ჩავდებით აი ამ ტურის მომზადებაში, აუცილებლად უნდა მონახოთ საერთო. რა გვაქვს ჩვენ და მათ, ჩვენს გამოცდილებას და მათ გამოცდილებას, ჩვენს ემოციას და მათ ემოციას შორის და აი ამაზე ხა ადამიანები იხსნებიან. რაც უფრო გულღიათ, რაც უფრო უთფილად აწვით თქვენ ამას, რაც უფრო ნაკლებია იქ სარკაზმი და თვით ირონიაც კი, მით უფრო, იცით რა, ეს ესეა, ხო, ყველა ქვეყანაში ესეა, არიან ცუდი ტიპები, ცუდი გმირები, არიან კარგი გმირები და ბოლოს კარგი გმირი არ არის ადამიანი, რომელიც პედესტალზე ერთხელ შევდგით და აბსოლუტურად შეუცდომელი იყო. ადამიანები მაგიტომ ვართ ცოცხლები და საინტერესოები, რომ ჩვენი სისუსტეები გვაქვს. ამიტომ როცა თქვენგან მიდის ემოცია, რომ მე გიყვებით, იცით, იგივე ბერიაზე თქვენ, მაგრამ ან სტალინი, ყველაზე ხშირად სტალინს ვეხებით ხოლმე, ხო, იმიტომ რომ თითქმის ყოველი მეორე ჯგუფი სტანდარტულად დაკატაობს რატომღაც სტალინის მუზეუმში. საოცარი მოვლენა, ამაზრზე ისურვიათ პირადად ჩემთვის, მაგრამ მოდით რა ვაღიაროთ, რომ ძალიან დიდი მოვლენაა. და როდესაც ადამიანი ხედავს, რომ თქვენ გაქვთ უნარი იყოთ ადვოკატიც და პროკურორიც, ანუ ორივე მხრიდან მრავალწახნაგურად აფასებდეთ მოვლენას, პიროვნებას თუ სიტუაციას, მას უჩნდება თქვენდამი გაცილებით მეტი ნდობის გრძნობა, უფრო ადვილად იხსნება, უფრო ადვილად ყვება რაღაცას თავისას, შემოდის დიალოგში, საუბარში და ფაქტიურად ის ხდება თქვენი მეგობარი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი 10 წლიანი მუშაობის მანძილზე ორად-ორი შემთხვევა მქონდა, როცა ძალიან გამიჭირდა ჯგუფთან. ერთ შემთხვევაში ისინი დღეს ჩემი მეგობრები არიან, უბრალოდ საშინლად დაწერილი ტური ჰქონდა და ამაზრზენად ბოლო წუთში ძალიან ახლობელმა დამირეკა და წაიყვანეო და საშინელება ტურიც, ხალხიც, ანუ ადამიანმა ვერ გაიგო რა ითხოვეს მისგან და აბსოლუტური თანხმედრა არ იყო სტუმრებსა და ტურს შორის.
მეორე შემთხვევა ის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული ტიპები, რომლებთანაც უბრალოდ შევწყვიტე, ჩემი ბრალია, ძალიან გამომიყვანეს მდგომარეობიდან და დავემშვიდობეთ დიდი ბოდიშების მოხდით იმათი მხრიდან, მაგრამ კომპანია გავაფრთხილე, რომ მეტი საერთოდ აღარ შევეწუხებინეთ. და მთელი ეს საავტორო ნამუშევარი მათთვის არ იყო საინტერესო. პიროვნება იყო ჩამოსული კონკრეტულად იმისთვის, რომ ყველაფერზე ეთქვა, რომ ეს ჩვენთანაც არის, ეს ჩვენთან უფრო კარგია. და მე რო ჩვენ რო ყოფილიყავით, თქვენ საერთოდ საერთოდ. ესეთ სიტუაციებზე არ ვსაუბრობთ, ხო ჩვენ ძირითადად მაინც ვეხებთ იმას, რომ საავტორო ტურს აქვს აი თავისი საოცარი ხიბლი თქვენთან მოდის ადამიანი, რომელმაც წაიკითხა, რომ თქვენი ტური ეხება ვთქვათ მუსიკას, ან ქართულ მხატვრებს, სამი მხატვარი ან ორი მხატვარი ყავთ ამერხებული, მათ ხელოვნებას, მათ ისტორიას და პლუს თქვენ გაიგეთ იმ ადგილებში, რომლებიც ვთქვათ ამ ადამიანების ტიპოებზეა აღბეჭდები, ხო? ვთქვათ ავიღოთ ახვლედი და მოდის ეს ადამიანი აბსოლუტურად კონკრეტულად აწყობილი და გათვლილია მისი ემოციებიც, მისი წარმოდგენებიც აი ამ ხელოვანის ცხოვრებისა და მისი ხელოვნების გარშემო. ასეთ შემთხვევებში არ ხდება ხოლმე როგორც წესი, ესეთი გამოხტომები ძალიან უხეშად რო ვთქვათ და ამისგან ხართ დაზღვევლები, იმიტომ რომ საავტორო ტურს არ იყიდის სტანდარტი ვიღაც უბრალოდ თავისი მეზ გამოსაჩენად ჩამოსული ადამიანი. საავტორო ტური გაცილებით ზურგებს ფასით ყოველთვის ვიდრე ჩვეულებრივი ექსკურსია, იმიტომ რომ იქ არის ჩადებული უზომო შრომა და გათვლილია წუთებით და წამებით, როდის სად უნდა მიიყვანო და ასვენო და ჩვეულებრივი ექსკურსია წესით ეგრე უნდა იყოს გათვლილი, მაგრამ აქ სხვა მომენტი გაქვთ გასათვალისწინებელი, რომ ემოციის მუხტი, რომელიც მოაქვს საავტორო ტურს, მან არც უნდა დაღალოს ადამიანი, არ შეიძლება სულ მაღალ ტონზე კონტექსტის მუსიკა, ხო მელოდია თქვენს. უნდა იყოს ცოტა პასიური მომენტები, ცოტა დასვენების, ცოტა დიალოგში შესვლის, შედარების, ან თუნდაც ეს მომენტი, რომ თქვენთვის ეს მისაღებია, იმიტომ რომ არის რაღაცა ნამუშევრები, რომლებიც აი თქვენ რა უფრო მოგწონთ. იგივე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში რომ მიიყვან და მის ემოციებს უყურებ, ხედავ იქ რაღაცა უფრო მეტად მოწონს, რაღაცა ნაკლებად გაუჩნდა შეკითხვები. აი ეს არის единственный подводный камень, რასაც ქვია, სწორედ ეს არის. საავტორო ტური ითხოვს ძალიან დიდ ზაობას და ძალიან დიდ ინფორმირებულებას. დიდისგან გაცილებით მეტს ვიდრე ჩვეულებრივი ექსკურსია. თუ თქვენ ჩვეულებრივ ექსკურსიაზე შეგიძლიათ გაუხმოთ უთხრათ, რომ იცით რა, არა ვარ დარწმუნებული და არ მინდა შეცდომით გავცეთ პასუხი. შეიძლება რამდენიმე საათში გიპასუხებთ და ის ადგილის მერე გიპასუხებთ და თქვენ მანამდე ზარი მეგობართან ან დასკროლავთ და მოძებნით ხო სავარაუდო პასუხს. საავტორო ტურში მაგისი ფუფუნება არ გვაქვს. საავტორო ტური უკვე თავიდანვე აპრიორი გულისხმობს, რომ თქვენ ამ თემაში ხართ როგორც თემის წყალში. რომ თქვენ ეს თემა ზედმიწევნით კარგად შესწავლილი. ამიტომ ვამბობ, რომ შეხედეთ, მოძებნეთ, ვის რა მოგწონდათ, ვისკენ აგაქვთ მიდრეკილება, რა არის თქვენი ძირითადი პროფესია რა იყო და ამის მიხედვით დაიწყეთ თუნდაც პირველი მცდელობები ამ საავტორო ტურების და შემდეგ მიხვდებით, რომ უფრო და უფრო უკეთესად ძალიან ბევრი თემები არის, მილიონი, სავსე, უამრავი თემაა და ეს არის მოგება. იმიტომ რომ ჩამოდივა ის რაღაცა ნაწილი, რომელიც ჩამოვა, ახლა ბატონმა გიორგიმაც ხა დავსვით შეკითხვა, გუშინ მე ვიკითხე თვითონ და მე რაღაცაათიან გადაცდენაში გადაგვექცა ეს ყველაფერი. ბატონო ნატალი, უკაცრავად გაგაწყვეტინებთ, ეხა მოიწერა ზუმა, რომ 10 წუთში შეიძლება კიდე გაითიშოს ოთახი. კი ბატონო, ფაქტიურად ჩვენ მივდივართ ბოლოსკენ.
მივდივართ მაინც ფაქტიურად ბოლოსკენ პირველ კითხების დასმის საშუალებაც რო გქონდეს ქალბატონი ნატალია. გუშინ იყო ხო ესეთი მომენტი რომ აი რა გველოდება და რა როლს ითამაშებს სახელმწიფო თუ მოგვეხმარება ბაზრის ლეგიტიმაციაში რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენმა გიდებმა იმუშაონ და მიიღონ დატვირთვა. სანამ სახელმწიფო რაღაცა სიზამს საავტორო ტურების გაკეთება ეს არის ის რაც ჩვენ შეგვიძლია და რითიც ჩვენ შეგვიძლია გავწიოთ გვერდზე აი ეს გუშინდელი ტურისტი დღეს რომ კიდათ მოგვევლინა და სამწუხაროდ მინდა გითხრათ იმის გამო რომ ჩემი ტრენინგები რუსულ და ინგლისურ ენებზე ტარდება არ ტარდება არასოდეს ქართულად მე ვთვლი რომ ტრენინგი ადამიანმა უნდა მოისმენოს იმ ენაზე რა ენაზეც უნდა იმუშაოს ესეთი მიდგომა გქონდა პირველივე დღიდან ჩემ ტრენინგებზე ძალიან ბევრია ესეთი გადმოცხოვრებული ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან რუსულენოვანი და ხალხო ძალიან ჩამოვრჩებით. გინდათ გეწყინოთ და გინდათ არ გვეწყინოს, მაგრამ ეგრეა ძალიან ჩამოვრჩებით. კონკურენციის შეგრძნება მათ უფრო გამძაფრებული აქვს ვიდრე ჩვენ. ლიმიტჩიკები რასაც ერქვა, ცოტა გაგებით, აი ზუსტად აი შეგრძნება აქვს. ძალიან კარგად ერკვევიან მარკეტინგში. ვარო კითხვა დავსვა. კი ბატონო. ანუ მე ძალიან ცოტა გვიან ჩავერთე თან მობილური მალევე დამიჯდა ჩემი მოხსენების მერე ცოტა გვიან ჩაგერთ თან გაითიშა და აი ეს ავტორო მალე გაითიშებაო კიდე და ეს ავტორო ტურები წინა კითხვა რო დაუსვი რა გიორგის იმასთანაც შედარებით ეგ მინდა რომ ანუ ეს განვავრცო რა ეს თემა იმიტომ რომ უცხოეთში რაც ხდება ძალიან კარგი იყო რომ ხაზი გაუსვი რომ ანუ კიდევ უნდა იმოგზაურო და ისწავლო მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა და ჩვენი მიდგომები ტურიზმთან ის რომ რეგულაციები არ აგვაქვს აი ეგაა პრობლემა რომ ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ ჩვენ ჩავატაროთ ეს საავტორო ნამდვილი ტურები ანუ ხო ხვდები რასაც გულისხმობ აი მაგალითად დატომ ესმის ხო იმიტომ რომ რასაც შეიძლება ძალიან ბევრი ხაზი გაუსვი მაგალითად ვერანაირ ფესტივალს ვერ ვატარებთ ვერანაირ იარაღებს შემთხვევაში და ეგ არის და ანუ კანონმდებლობითი შეზღუდვები მარტო გიდებს კი არა აქვს არამედ საერთოდ სხვადასხვა სფეროებს აქვს და ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა რა და ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობ ну იცი რა ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრა მხოლოდ ერთი რამე რომ სანამ ჩვენ არ გავერთიანდებით სანამ თითოეული კოლეგა არ გაიაზრებს იმას რომ ეს არ არის მარტო ბატონ დავით ნასარიძის პრობლემა არამედ მისი პრობლემაც არის და ერთმანეთს თუ არ დავუდგებით გვერდში ჩვენ შეიძლება სულ სხვადასხვა აზრები გვქონდეს აგე ტარდებოდა მიტინგები და შენც იცი რეალურად რამდენი დიდია და რამდენი მოვიდა ხო აბსოლუტურად არ ვეთანხმებოდი რაღაც ლოზუნგებს და რაღაც მოთხოვნებს რომელიც ჰქონდა ლექსოს წამოყენებული მაგრამ ვთვლიდი თავს ვალდებულად იქ ყოფილიყავი იმიტომ რომ იქ იდგნენ ჩემი კოლეგები და ზუსტად ისევე მიჭირს მეც და ზუსტად ისეთივე პრობლემებს ვეხები დღეს მეც როგორც ისინი ეს არის კოლეგიალობა მეტი არაფერი ელემენტარული კოლეგიალობა სანამ ჩვენ არ ვიქცევით ანგარიშ გასაწევ ძალად ვიქნებით იქ სადაც ვართ ამიტომ სწორედ ამიტომ ვიძახი რომ ჩვენი ერთ-ერთი იარაღი არის უფრო დახვეწილი, უფრო საინტერესო, უფრო კარგი პროდუქტის შექმნა და უფრო სპეციფიური პროდუქტის შექმნა, რომელსაც ვერ შექმნიან ეს ჩამოსულები. მათ შეიძლება ჩვენზე უკეთესად ესმით მარკეტინგი, მათ შეიძლება მათ წისქვილზე ასხამს წყალს ის რომ ახლა რამდენიმე კონკრეტული მაგალითებზე დაყრდნობით ვიცახი რომ ჩამოვიდნენ დიდი ქალაქებიდან და იმ ქალაქებიდან სარაფან მურაძიო ჩამოყავთ ხო ნაკადი რომელიც არ წყდება ჩვენი პლუსი არის ის რომ ჩვენ ვიცით ჩვენ ვართ ადგილობრივები ჩვენ გვაქვს ჩვენი ფესვები სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქებში ჩვენ გვაქვს რაღაც სხვა კავშირები რომლებიც უნდა ვისწავლოთ ამ კავშირების აქტიური გამოყენება ძალიან ელემენტარულ რაღაცას გეტყვი დღევანდელ ლოკდაუნში ჩემი არაქართველი სტუდენტების უდიდესი ნაწილი დღემდე დადის მოძრაობს თითო მანქანით მაინც და ნახულობს და დამერწმუნეთ სამწუხაროდ მათ იმაზე მეტი აქვთ ნანახი ვიდრე ძალიან ბევრ სტაჟიან ქართველებს სამწუხაროდ
და ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენ უფრო მძიმეები ვართ ხალხო და ძალიან გვეწყინება, მოდით გავითვალისწინოთ და არა გვაქვს იმის ფუფუნება და დრო რომ გავიბუდოთ. იმიტომ რომ კანონი არ გვეხმარება, სახელმწიფო არ გვეხმარება და ჩვენ სამუშაო ადგილებს არა მარტო სამუშაო ადგილს და შემოსავალს გვეცილება ვიღაც ხუშინების შემოსული, არამედ ძალიან ხშირად საკმაოდ მახინჯად აცნობს ჩვენს ქვეყანას და იმას, რაც ჩვენია, ჩვენი სისხლძეულია, თავის სტუმარს. ეს განსაკუთრებით ეხება არა იმდენად რუსულენოვანებს, არამედ რომ მოგასმენინათ რეებს ყვებიან ირანიდან ჩამოსული დიდები შეიძლება მიახრჩოთ ადგილზე. უბრალოდ მე სხვა გამოსავალი ვიპოვო ფერეიდნელებთან მაქვს. კარგი ურთიერთობა და ფერეიდნელი ქართველები მყავს ჩართული ხოლმე ეგეთ ჯგუფებთან ურთიერთობაში და ისინი ფლობენ ფარსის და ერთი სიტყვა არ ეპარება იქიდან. აი ამაზრზენია და ამიტომ არ მოგიწოდებთ რომ დავსხდეთ და ჩინური ვისწავლოთ ყველამ ერთად, მაგრამ უნდა შევთავაზოთ რაღაც ისეთი, რასაც ვერ შესთავაზებს არაადგილობრივი, რასაც ვერ შესთავაზებს კონკურენტი. იგივე სასულხეთს გადასარევად აქვს აწყობილი, მე ვიცი რამდენიმე კომპანია, რომელიც საოცარ სანახაობას დგამს, აი ფარდაგების და ხალიჩების ქსოვის და ჩვენთან ეს ყველაფერი არის ძალიან მოშლილი და ხომ მაინც იხდიან, აი ესე გადავედით, უმეტესობა დიდებისა გადავიდე რაღაცზე. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენს სფეროში შემოვიდა უამრავი არაპროფესიონალი ტაქსისტებს რო ვეძახით და ეს უკვე სხვა თემის და სხვა ლექციის და სხვა ვებინარის განხილვის საკითხია. თუ ვინმეს რამე შეკითხვა გაქვთ კონკრეტულად საავტომობილებთან დაკავშირებით, მზად ვარ მოგისმინოთ, თუ რაღაცა შემთხვევით გამომეპარა და დაგაკელით, მოკლედ მზად ვარ გაგცეთ პასუხები თუ რაღაცას რაღაც შეკითხვა. ნატა, აი მე მაქვს საბჭოთა არქიტექტურაზე რო იძახი, ხო? მე ჩამიტარებია რამდენიმე ტური საავტორო მუხად გვერდში კრემატორიუმზეც წავსულა ბაბუა ჩემი საშენებლ რაღაც ხო და საკმაოდ რთულია. იცი რა არის? ჯერსერტ ქალაქში არის გაფანტული. აი ძალიან სპეციფიური სტუმარი უნდა ყავდეს, აი მოთხოვნა იყო ისე გამიხარდა ბეტონი გვინდა, ბეტონი ბევრიო და yes, მეოთხარი აუცილებლად ბეტონებს გაჩვენებ, იმიტომ რომ მეც რაღაცა ცოტა თვალი დავასვენე იმისგან. მაგრამ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ იქ უკვე კითხულობ, ხედავ, ჩემთვის იყო აი მაგ ტურში მე მივხვდი რომ ძალიან გავიზარდე მე თვითონ. იმდენი რამე აღმოვაჩინე თითქოს აი ესე ვაჟაბშაველაზე და აი ამ კვარტლებში, ხო? რა უნდა ჩაატარო, მაგრამ ხოშიანი ტური გამოვიდა. ძალიან მაგარი ტური გამოვიდა და გეთანხმები ტატა მართალი ხარ, აი ძაილო ტატა ახლა თქვა ის რაც მე გამომრჩა, სამწუხაროდ არა მარტო საბჭოთა არქიტექტურა, მე იგივე დღეში ჩავვარდი იცი შენ რომ ვაკეთებ ძველ ქალაქში ამ კრებზე საავტომობილო ტურს. ცოტა განსხვავებულია, ეს არ არის ელისაშვილის ვარიანტი, ჩემი უფრო სხვა არის, ჩვენ სახელოსნოებში შევდიოდით. სამწუხაროდ ის იდეა, რაც ჩადებული იყო, რომ ძველ თბილისში უნდა ვერცხლის ქუჩაზე იქ ბამბის რიგში, ოქრომჭედლებს ენობს, ოქრომჭედლები პატარა, აქეთ შუა ბაზართან სახელოსნოები უნდა განლაგებულიყო, საბოლოო ჯამში მივიღეთ ატელიეები და სამკერვალოები და მაღაზიები ისე. ანუ სახელოსნოები არ არის. ანალოგიურ დღეში ვარ, იმიტომ რომ ჩემი სახელოსნოები არის მიმოფანტული მთელ ქალაქში. ზოგი აგეთამარ მეფეზე მაქვს, ზოგი ძველ ქალაქშია, ზოგი გოგოლზეა, იმისთან ეზოში რო აი ცხვირზე უნდა მოიჭირო ხელი რომ ეზოში შეხვიდე იმ სახელოსნომდე, მაგრამ ნუ რას ისა. გვიწევს ამყავს მანქანა. უბრალოდ მაქვს ტურში გათვლილი მანქანა და გადავადგილდებით და იმხელა სიამოვნებას იღებენ იმ სახელოსნოში, რომ აი ამ დისკომფორტზე უჭავენ მერე თვალსა. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ესეთივე საოცარ სიამოვნებას მიიღებდნენ მარტო გდანის აი ეს უზბეკური სახლები რა დღეს.